სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას პოლიტიკოსები ეფასებენ. ნაციონალური მოძრაობა აღნიშნულ საკადრო ცვლილებებს, საერთაშორისო ზეწოლას და სანქციებს უკავშირებს ლელოში კი განმარტავენ, რომ ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მართვაში საკმარისი ავტორიტეტი არ აღმოაჩნდა და სისტემის სადავეების ხელშეაღება ვერ შეძლო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზრუნვა და სწორედ მამუკა მდინარაძეს აქვს მდიდარი გამოცდილება როგორც პრაქტიკოს იურისტს და ის კარგად იცნობს სამართალდამცავ სისტემას. მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის, რომელმაც სუსის ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა. ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეულის თანამდებობას დაიკავებს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ადევნებს თვალყურს იმ საკადრო წმენდას, იმ საკადრო გადაადგილებებს, რომელიც ხდება ივანიშვილის ბანდის შიგნით და არჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ვერტიკალის გასწორებას, ვერ ახერხებენ დალაგებას, სტაბილიზაციას რეჟიმის. ეს რა თქმა უნდა არის გამოძახილი იმ შიდა წინააღმდეგობის, რომელიც არსებობს საქართველოში და რომელიც არის ურყევი, მათ შორის ეს არის საერთაშორისო ზეწოლის და სანქციების შედეგიც და საბოლოო ჯამში ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილის ბანდა უბრალოდ ვერ სტაბილიზირდება, ვერ ლაგდება. რაც გამოვლინდა ეხა ესე ზედაპირულად, რაც შეიძლება მარჩელობის გარეშე თქვათ და რაც არავის არ გაუკვირდება, ვინც საქართველოს პოლიტიკურ პროცესს ადევნებს, მე მგონი ყველასთვის მარტივ გასაზრებელია, რომ ანრი ოხანაშვილის კალიბრის ადამიანს არ დაემორჩილებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. აქ ვხედავ ამ პრობლემას, ოხანაშვილის ავტორიტეტი, ოხანაშვილის დონე პოლიტიკური წონა მან ვერ მოახერხა ამ სისტემის სადავეების ხელში აღება. ეს საკადრო გადანაცვლებები არ ემსახურებოდა, რა თქმა უნდა, არც 5 თვის წინ და არც გუშინ არ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება კლანურ ბრძოლებს, კლანური გადანაცვლებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასევე ჩვენი ხალხისგან მოპარული ფულის განაწილების პროცესებს. აი ეს უმართავი ქაოსი არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ეტყობა რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებასაც. მთავარი მიზანი არის ის, რომ გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ზრუნვა. მამუკა მდინარაძეს გააჩნია მდიდარი გამოცდილება, როგორც პრაქტიკოს იურისტი, ის გამომძიებელი იყო, შემდგომში ის ადვოკატიც იყო, ამდენად ის სრულად იცნობს ამ სამართალდამცავ სისტემას, არა გარედან, არამედ შიგნიდან. ის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც ამას აკეთებდა და დიდი გამოცდილება დაუგროვდა წლების განმავლობაში. ახალი ამოცანებიდან გამომდინარე უსაფრთხოების მიიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, რომ უფრო მობილური ყოფილიყო ხელმძღვანელი ასეთ საკითხებში, ასე რომ მას წარმატებას უსურვებდა. მე პრემიერ-მინისტრზე მეტი არ შემიძლია ამ შემთხვევაში ვისაუბრო, მან ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს ცვლილებები იყო აუცილებელი, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ერთადერთი უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მე მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ანრის და დარწმუნებული ვარ, რომ ის არსად არ მიდის და ის გააგრძელებს თავის საქმიანობას ამავე სფეროში. ბევრი წელია ვიცნობ ბატონ მამუკას, არ არსებობს გამოწვევა, რასაც იგი გამართულად ეფექტიანად წარმატებით არ უპასუხებს და ამიტომ აქაც დარწმუნებული ვარ და მშვიდად ვარ, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში.